220 წლის წინ 1792 წლის 21 ივლისს ახალი სტილით 4 აგვისტოს უკრაინაში მირგოროდში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი. გული ღონდება, ვიწყო გოდება, ვაი საწუთრო ცრუო სოფელო. ორგან ბოდება, რაც მაგონდება, ვაი საწუთრო ცრუო სოფელო. სული მშორდება, ხორცი მშორდება, ვაი საწუთრო ცრუო სოფელო. რად მშვა დედამან, შავმან ბედამან, ვაი საწუთრო ცრუო სოფელო. მოგესალმებით ბავშვებო, შვიდობა თქვენთან. გამარჯობა. ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა. ჯერ წარეს ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა. სწავლა სიკვდილი შენია, მუდამ შენთან ამყოფელი, მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფილი. ამ სიბრძნის ავტორი გახლავთ ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი, რომელიც მე მსურს დღეს გაგაცნოთ და შეგაყვაროთ. იგი დაიბადა საქართველოში, ცხეთის რაიონის მახლობლად პატარა სოფელში, გორის უბანში. გურამიშვილები თავადები იყვნენ, ხოლო მისი დედა კი მზევინარი გახდათ თავად ვახვახიშვილის ქალი. დავით გურამიშვილი ასე მოგვითხრობს: მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორის უბნისა. გაუყვეთ საგურამოს გზას და შევეცადოთ მოვიძიოთ კვალი კარდასულ დღეთა, რათა შევიგრძნოთ ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა დიდი პოეტი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც მე-18 საუკუნეს ეკუთვნის, საგურამო ყოფილა ნაყოფიერი ხილითა, ვენახითა, მარცვლითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და თითა შემკობილი. ეს საგურამოა, ადგილი, სადაც დაიბადა და სიჭაფლისწლები გაატარა დავით გურამიშვილმა. მართალია მისი სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გადმოცემის თანახმად შემორჩენილია მისი მარანი. ძველად დამკვიდრებული ადათისადმებრ დავითი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს. ღმულანთ მიხაკო ყოფილა მისი აღმზრდელი გლეხი. უთუოდ ამ ოჯახში შეისწავლა მან მდიდარი ხალხური სიტყვიერება, მადლიანი ქართული, რომელიც სამშობლოდან მოწყვეტილსაც კი მოხუცებულობამდე შემორჩა. ალბათ ამ მარანში დავითმა პირველი ფიალა ქართული ღვინისა შესვა, რომლის გემო სიკვდილამდე არ დაიწყებია. ხორცა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია, სულია ღვინო კეთი, ხორცი ჭურჭელი მყრალია. ძიმე იყო ახალგაზრდა დავითის ცხოვრება. მემატიანე მოგვითხრობს, რომ აფორიაქებული ცხოვრების გამო დავით შესაფერისი სასკოლო განათლება ვერ მიუღია. წმიდა იოანე ზედაზნელის ტაძრის, ღოდლის, პავლე ლეკურიანიშვილის შეწევნით მან შეისწავლა ვარსკვლავთმრიცხველობა, მათემატიკა, ხაზვა, ბერძნული და ლათინური ენები. 21 წლის ჭაბუკი დაქორწინდა ლამისხალ აზნაურ კარაყანიძის ასურ ქეთევანს. 1723 წელს ქართველები დაირაზმნენ და ოსმალოთა განსადევნად გორისიხეს ალყა შემოარტყეს. ბუნებრივია, ამ ბრძოლაში მონაწილეობას თავადი გურამიშვილიც იღებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბრძოლა მარცხით დამთავრდა. ამის გამო დავითი იძულებული გახდა თავი მოყრებისათვის შეეფარებინა ქსნის ხეობაში, სოფელ ლამისხალში. ქართლის ჭირსა ვერ ვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენამ ჭევრი, იფქლი
ვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლისკევი. თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეს, ღვიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაჰკრა თითო ქიშტი. მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდო ძმასა ყისტი, თავის თავსა თავი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი. ისტორიულად ამ სასახლის პატრონები გახდნენ ლამისყანელი აზნაური გარაყანიძეები. დღეს ამ სასახლეს ქვია ერისთავების სასახლე. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ნასახლარია უკვე და სასახლეს აღარ გავს, მაგრამ ძველი დიდების კვალი ნამდვილად ჩანს. ისტორიული გადმოცემის თანახმად, სწორედ ეს ის ადგილია, საიდანაც გაიტაცეს ლეკებმა დავით გურამიშვილი. აქ იყო წყარო. აი ამ ადგილის შესახებ დეტალურად გვიყვება თვითონ დავით გურამიშვილი, როცა წერს, რომ მუშის დასახედად ორ კაცთან ერთად წავედი დილით და ჩემ დაჭირად თოფი ავიხსენ, მივყუდე მუხის ძირას და პირის საბანად მიվել წყალზე. აი ამ ადგილას იყო სწორედ ის წყარო, გადმოგჩქერის ირტოზის გორა. აი რომელი გორიდანაც 12 ლეკი თავს დაესხა ჭაბუკ დავით გურამიშვილს და გაიტაცეს. პოეტივით ტრაგიკული აღმოჩნდა დავითის წყაროს ისტორია. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე აქ იდგა მუხა. ჩამოდიოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი და ტარდებოდა დავითობა. მაგრამ 70-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ წყაროს წყლით მოემარაგებინა მეზობელი ორი სოფელი. თავისთავად კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ გურამიშვილის წყარო კი დაიკარგა. ეს აი ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილას, სადაც ბოლოს ლამისყანაში იმყოფებოდა დავით გურამიშვილი და აი ამ წყაროზე იბანდა პირს, როცა მას კაციპარია ლეკები თავს დაესხნენ და გაიტაცეს. გურამიშვილის სიტყვები ანდერძი მომიხსენონ, სხვას არავის რასაც მეცხრა. ალბათ დღევანდელი დღე მისი აი ამ ანდერძის ერთგვარი შესრულება სამომავლობის მიერ დღეს მისი გახსენების დღეა ფაქტიურად და ალბათ ხარობს ეს გურამიშვილის სული, თქვენ რომ აქ მობრძანდით და აი ამ დიდებული საქმის განხორციელება გადაწყვეტეთ. მე თქვენ გაჩვენებთ იმ მარანს, რომელთანაც დაკავშირებულია დავით გურამიშვილის მეუღლის ქეთევან გარაყანიძის ტრაგიკული აღსასრული. ერთი წლის ჯვარდაწერილები იყვნენ დავით გურამიშვილი და ქეთევან გარაყანიძე, როდესაც ის ლეკებმა გაიტაცეს ლამისყანიდან. ერთი წლის შემდეგ აი ამ მარანში მსახურებმა თავჩამომხრჩვალი ნახეს ქეთევან გარაყანიძე. სოღალ ასტრახანის გზით ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ 1729 წელს უკვე 24 წლის ჭაბუკი ეახლა მეფე ვახტანგ მე-6-ს, რომელიც მოსკოვს იმყოფებოდა. მეფე ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ 1737 წელს უმეფოდ დარჩენილი 6000-მდე ქართველი რუსეთის მეფის სამსახურში ჩადგა, რომელიც შემდგომ პოლკად გადაკეთდა და რუსეთის იმპერიის ძლიერებისთვის იბრძოდა. პრუსიასთან 7 წლიან ომში 1756-1763 წლებში გურამიშვილი ტყვედ ჩავარდა და მაგდენბურგის ციხეში ჩასვეს. მომეცა საშუალება ჩავსულიყავი მაგდენბურგში და ხსენებული ციხე მომენახულებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, გურამიშვილმა ამ ციხესაც დააღწია თავი.
მარტო ვიყავ, არ ვიმყავდა, მე ღვთისმეტი სხვა პატრონი, არცა მაქვმდა საიმედოდ, საჭურველი, სამხედრონი, ღმერთს მივენდევ, მან ისმინა, იგი ჩემი სავედრონი, ხელმეორედ გავიპარე, რაკი ვპოვე, ჟამი, დრონი. Вы находитесь в музее выдающегося грузинского поэта XVIII века Давида Гурамишвили. Наш музей единый в Украине и во всем мире музей грузинского классика. Ну, так распорядилась, видимо, судьба, что последние 32 года своей многотрудной жизни провел Давид Гурамишвили у нас в Миргороде. Именно здесь в полную силу развился его талант, именно здесь появилась на свет его выдающаяся бессмертная книга стихов и поэм Давитиане. И именно тут и закончил поэт свой жизненный путь. Сегодня здесь находится в Миргороде и могила Давида Гурамишвили. Он прибыл сюда в 1760 году. Нужно сказать, что местные паны наши не очень доброжелательно встретили грузинского князя, хотели иметь его земли, а он человек очень доброжелательный, добрый. Он очень интересовался жизнью и историей украинского селянства, сочувствовал тяжелой жизни крестьянства, очень любил слушать украинские народные песни. И мы его знаем не только как поэта, не только как воина, а он еще был талантливым человеком, у него были знания инженера, изобретателя, и он сделал чертеж мельницы, и вот по этому чертежу построена была мельница здесь. Талантливый человек, талантлив во всем. Именно здесь появилась на свет его бессмертная книга «Давитиане». წელს მირიან ბატონიშვილმა დავით გურამიშვილის ხელით მიიღო სწორედ ის ხელნაწერი, რომელიც დღესდღეობით დაცულია ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტში. ეს არის ერთადერთი კრებული, რომელიც მისი ავტოგრაფით არის მოღწეული ჩვენამდე. დავითიანი აი ეს კრებული რამდენიმე წელიწადი მოუნდა ავტორი ამის გადაწერას იმისათვის, რომ მირიან ბატონიშვილისათვის და საქართველოსათვის გამოეგზავნა ეს თავისი წიგნი. საქმე ის გახლავთ, რომ მე-18 საუკუნეში დავით გურამიშვილის ლექსების კრებული არ გადაწერილა. იგი რამდენიმე ნუსხით არის ცნობილი, ერთ-ერთი ნუსხა იგერდებს ჩვენთან, რომელიც გადაიწერა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და სულ 5 თუ 6 ნუსხა გურამიშვილის ლექსების კრებულისა არის აი ამ დიდი წიგნის გვერდით. ეს კი არის მასშტაბი ავტოგრაფი, რომელიც თვითონ დავით გურამიშვილმა რამდენიმე ხანი წერა. რამდენიმე თუ არ ვცდები 2 წელიწადი მოუნდა ამის გადაწერას. ამ კრებულის მნიშვნელობა ისიც არის, რომ აი ამ კრებულში შეტანილია დავით გურამიშვილის გამოგონებაც, მან წისქვილის შესანიშნავი მასშტაბი გეგმა შექმნა და ეს ყველაფერი პრაქტიკული საქმიანობისათვის ძალიან ჭირდებოდა ამ მე-18 საუკუნის მიწურული საქართველოს და აი ესეც მასშტაბი წარმოადგინა. საქმე ის გახლავთ, რომ აი ამ სქემაში, რომელიც მასშტაბი სარწყავი სისტემის სქემა არის, დავით გურამიშვილმა თავით ჩახატა და ლექსიც მიუძღვა აი ასეთი შინაარსისა მას. ეს კაცი ასე ილოცავს.
ღმერთო მაჩვენეყო ყანები ამ სარწყავით მონაყვანები ღმერთო და მას ზაფხულსა რა ქვია ცისკულზე დაფხულსა ეს არის წიგნი რომლითაც მან ჩვენი ისტორიის ფურცლები წარმოაჩინა და ჩვენი ისტორიის მომავლის გარკვეული პერიპეტიები წარმოაჩინა მირკოროდის სასაფლაოზე მივედით თუ არა, მოულოდნელად ამინდი უარესობისკენ შეიცვალა. ძალაუნებურად გავიფიქრე, რომ ეს ჩემი დიდი წინაპარი ხომ არ მიწყრება, რომ აქამდე არაუსრულეთ ანდერძი მეთქი და ხომ არ ეცოტავა ის ერთი პეშვი ქართული მიწა, რომელიც მე მის საფლავზე მოვაფლავ. ღმერთო